Salmებით ძირფას უსვენელებო დღეს კარგი ამინდია გარეთ შედარებით თბილა და მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ტია აკრიშის მეორე ვიდეოს უბრალოდ მეორე ნაწილს სადაც ისყვება საიდუმლო კოსმოსურ პროგრამაზე რომელშიც თვითონ მონაწილეობდა მას დავიწყოთ ტია აკრიში ყველას მოგესალმებათ ამბობს რომ როდესაც ის პატარა იყო სადღაც 8 წლის ასაკში ეძებდა მის ფოტოს მაგრამ ის ვერ ნახეო ჩვენი სადარბაზო ოთახიდან კარიბჭეებით გადაგვიყვანეს ეს კონკრეტული კარიბჭე ჩამოგავდაო თეთრი სინათლის სფეროს ეს კარიბჭე იყო განლაგებული სპორტდარბაზის კუთხეში სპორტდარბაზში კი ჩამწკრივებული იყო ორი სხვადასხვა კლასი და ეს ორი კლასი ისე იყო მწკრივად დაწყობილი რომ ერთდროულად შესულიყვნენ ამ სფეროს კარიბჭეში მაგალითად ყვება ახლა ტია აკრიში თქვენ რომ ესე იგი მწკრივში დაგაყენონო აღმოსავლეთის მხრიდან თქვენ ამ კარიბჭის მიღმა მოხდებოდითო დასავლეთის მხარესო მაგრამ ისინი ვინც დააყენებ იმათო ვისაც დააყენებდნო სამხრეთი მხრიდან კარიბჭის შეფარდებაში ისინი მოხდებოდნენ ამ კარიბჭის მეორე მხარეს ოღონდ ჩრდილო მხარესო ორივე ერთდროულად შედიოდაო ისე იყო ეს წკრივები ეს ორი კლასი ჩამოწკრივებულიო მე მახსოვდაო როგორ დავდიოდიო ამ თეთრ ბუშტშიო ამ სინათლის სფეროს ბუშტშიო იქედა აქეთ სპორტ დარბაზშიო მე მქონდა ურთიერთობა უცხო პლანეტელებთან მაგრამ ვიყავი რადგან 8 წლის ვიყავიო მე შეიძლება არ ვცომებოდაო ყველა მათთან კონტაქტი არამედ მარტო ის გამახსენდესო რაც რაღაც ეპიზოდი 8 წლის ასაკში ერთ შემთხვევაში ადამიან человеком угрём უგარ კი იცით ეს არის თევზი მოგრძო თევზი შავი თევზი ალბათ ყოფილა ადამიანი ხდება ასეთ რაღაცები საიდუმლო პროგრამებში ეს ტია აკრიში შეხვდა ასეთ ადამიანს ნახევრად ადამიანს იცით მე ვიყავი 8 წლის და მე მეგონა ეს იყო უბრალოდ შოუ სამხედრო ელების მონაწილეობით მე ვხედავ მახსოვს პატარა გოგო როგორ დგას უცხო პლანეტელების წინ ეს ვიყავი მე მომწონდა ადრე კაბების ტარება მე ვიყავიო 8 წლის როდესაც მაგათმა მე გამომიყენესო მე ოთახიდან საკლასო ოთახიდან მიძახებდნენ და მეუბნებოდნენ თეა შენ უნდა მიხვიდე დირექტორთან მე ვიცოდი რომ პრობლემები არ მქონდა რომ დირექტორთან გამომეძახებინეთ მაგრამ მე გავდიოდი ტოვებდი გაკვეთილებს და მე მათლებდნენ საშს მე მივდიოდი დირექტორის კაბინეტში და როდესაც შევდიოდი კარში მე მიკეთებდნენ ტელეპორტაციას მაგასთან გააკეთეს დირექტორის კაბინეტის ასლი სადაც დევს მაგიდა და სკამები მე მითხრეს რომ მისაღებში დავლოდებოდი მე დავჯექი მისაღებში კიდევ ერთი მამაკაცი იყო ის დაждდა ჩემ გვერდით სახე ფარადა ხელებით ასე ხელებით ჰქონდა ორივე ხელი მიდებულ მე ვნახე რომ ის შევანშე რომ ის იყო ძალიან აღელვებული მან დაკარგა ყველაფერი მე იქ უბრალოდ ვიჯექი როგორც კარგი გოგო მე გზნოდი ზედაწოლას Использовали контроль над разумом. როდესაც ისინი მაგათმა გამოიყენეს ცნობიერებაზე კონტროლი მე არ მესმოდა ხმები თავში მე მესმოდა რაღაც ზარი რომ
ზარს რომ დააქანავებდა ისმის, ხო, მისი წრალახმა ასეთი ხმა ჩამესმოდაო და მაგათ არ გამოუვიდათო ჩემ ცნობიერებაზე კონტროლი. ან ცუდად გამოვიდათო. მე გძნობდი რომ რაღაც უნდა გამეკეთებიაო. მე გძნობდი რომ მაგათ უნდა დავლაპარაკებოდიო. მაგრამ მე მითხრეს რომ დავლოვდებოდი მისაღებში როგორც ჭკვიანი და მომსმენი გოგო და დავლოვდებოდი დირექტორს. მე როგორც მეამიტი გოგონა, უბრალოდ მინდოდა დავხარებოდი ამ მამაკაცს. და გძნობდი რომ ძიმე დღე ქონდა. და მე ვყუყმანოდი დავლაპარაკებოდი თუ არა ამ კაცს. მე ველოდებოდი რომ დირექტორი წუთი-წუთზე მომაკითხავდა მე ჩემს საყვანად. მაგრამ მე ვერ მოვითვინე და გადაწყვიტე ამ კაცს დავლაპარაკებოდი. მე ვიყავი რაღაც ისეთ მდგომარეობაში, არ ვიცი ნარკოტიკებით ვიყავი გაშხნილი თუ გამჭყლიპეს ელექტრომაგნიტური ველებით, რადგან ისინი ასე ხშირად იქცევიან. მათ აქვენ ხელსაწყო და მე როდესაც ვიყავი კოსმოსში, კისერზე კიდებდნენ ამ ხელსაწყოს. ძაღლებს რომ უკეთებენ, რუსულად არ შეინგი, ქართულად არ მახსოვს, კისერზე რომ უკეთებენ, პარტნიორებსაც უკეთებენ საზღვარგარეთ კისერზე. და ეს იმიტომ კეთდებაო, რაღაც რგოლივითა, არ ვიცი, რგოლივითა, ნუ ხელსაწყო იყო სპეციალური, პარტნიორებსაც უკეთებენ საზღვარგარეთ, რომ არ გაიქცნენ. და აქ იმიტომ კეთდებოდა თუ რომ ნებისმიერ დროს შეეძლოთო ჩემი დაძინება. ამ ხელსაწყოს ჩემი გახვედებაც შეეძლო. მე ვცადე ამ მამაკაცს დავლაპარაკებოდი და როდესაც ამ მამაკაცმა ხელები მოაშორა მის სახეს, მე შევაჩნიე რომ ის სტიროდა. ნახე რომ ის სტიროდა. ეს მამაკაცი გააქვს ადამიანს, სადღაც 1.60 მ სიმაღლისა. მაგრამ ის რომ პირს აღებს, მას ქონდა პატარა კბილები და ის მეწინააღმდეგებოდა. მაგრამ მე მაინც ვეკითხები მას. თქვენ ყველაფერი იგზე გააქვთ? რა მოხდა? ის მე იგნორირებას მიკეთებს და პასუხობს რომ მე ეთისულელი გოგონა ვარ. მე ვაგრძელებ საუბარს და ვგრძნობ ის რას ფიქრობს და რას გრძნობს. ამავე დროს მე მესმის ხმა თითქოს ჩვენ საუბრობთ. მე ვარ დაკონცენტრებული ამ მამაკაცზე. მე მაგას ვუახლოვდები და როდესაც ახლოს მივედი ის მოდუნდა და ყვება რომ რაღაც ბანდეროლი უნდა მიეტანა ზედაპირზე. ეს იყო ის მეუნება ეს მამაკაცი, რომ ეს იყო უბრალოდ მოკლე მოგზაურობა, ხანმოკლე მოგზაურობა. მაგრამ მან დაარღვია უსაფრთხოების წესები. ის ჩამოაგდეს და სამხედროებმა აიყვანეს ტყვედ. ის ნერვიულობდა თავის მეუღლეზე. მე ვნახე მისი მეუღლე, ტელეპათიურად ნახა. მას ეკავაო ბავშვი. მამაკაცი ნერვიულობდა. მას ეგონა ის ფიქრობდა რომ მეტი ვერასოდეს ვერ ნახავდა თავის მეუღლეს და შვილს. და მე მივახლოვდი მას ახლოს, მის ხაზზე დავდე ხელი და ის რომ მოხდა, აი ეს შეხება ჩემი ხელის დადება მის ხაზზეო, მე ფიქრობ ეს კაცი, ეს მამაკაცი იყო პროექცია. მე ესე იგი მოახდინე ჩემი ტელეპორტაცია სადღაც, გააკეთეს ამ მამაკაცის პროექცია, რადგან როდესაც მე შევეხე ამ მამაკაცს და ის იყო პროექცია, ჩემი შეხებისთანავეო, ხარზე როგორც დავადეო ხელი, მისი პროექცია შეიცვალაო. როდესაც მე შევეხეო ამ ადამიანს, ის შეიცვალაო, გახდაო აი ეს უგარი. ეთი უნდა ვნახო. ამას ვინც მე მეგონა ადამიანი, როგორც კი შევეხეო, ეს ადამიანი გადაიქცაო გველთევზად. მას ქონდაო კუდი, ქონდაო ხელები, იყო შავი. როდესაც ეს ყველაფერი მე ვნახე, მე მომაწოდესო საწუთნი კამფეტი და უკან დამაბრუნესო საკლასო ოთახში. ძალიან უცნაური იყო ჩემთვის.
მე მაქვს მოგონებები იმაზე თუ ჩემი სკოლის ვესტიბიულში ხდებოდა რაღაც უცნაური ამბებიო და მე ეს მახსოვსო. კი, ცოტა მიჭირსო მაგ მოგონებების აღდგენა, მაგრამ ერთი რამ კარგად დამემახსოვდაო, ვესტიბიულში იჯდაო ქალბატონი, სკოლის ვესტიბიულში, ფეხები არ ქონდაო, მაგრამ ქონდაო ბევრი ხელები, მაგრამ მე მგონიაო, ეს იყო ისეთი ფორმატი რჩეული მაგათ მხრიდან, რომ დაინტერესონო, მე დავინტერესდეო ამ ქალბატონი და ინფორმაცია მივიღო ინფორმაცია მისგან. ამ შემთხვევაშიცო საწუთი კაფედი მომცესო, რადგან დავალება შევასრულეო. რაც შეეხებაო გველთებსო, მე ვიციო, რომ დედამიწაზე იყო ძალიან განვითარებული ცივილიზაცია, წარმოშობით წყლის წარმომადგენლები იყვნენ ეს ცივილიზაცია. ამ ცივილიზაციის წარმომადგენლები იყვნენ წყლის წარმომადგენლები, როგორცა დელფინი, ვეშაპი. და იქ მე ვესაუბრებოდიო ვეშაპების მეფეს. ეს ვეშაპების მეფე, მას ასევე უწოდებდნენო ვეშაპების მეფეს, ის იყო წარმომადგენელი ცივილიზაციის წარმომადგენელიო, რომლის ასაკი არისო 3 მილიონი წელი. და ისინი ცხოვრობდნენო აქ, დედამიწაზე, ეს ცივილიზაცია ბინადრობდაო დედამიწაზე, საკვირველია წყალში. და ეს ვეშაპების მეფე იყო დავალებაზე. ის მოცურავდა ზედაპირზე, რომ ამოეტანა ბანდეროლი, რაღაც ტვირთი, ბანდეროლია თუ ტვირთი, არ ვიცი რა ზუსტად. როდესაც მე დავიწყე ამ ამბის გარკვევა, მე მახსოვს, რომ ვიყავი მიწისქვეშა ბაზაზე, სილიან გამოქვაბულში. მე ამ გამოქვაბულში მომიყვანეს ოფიცერმა და მინოტავრმა, რომელიც იყო ძალიან სასტიკი. მე ფიქრობ, ის მეცა, ამის გამო მე დამამბეს. მე მახსოვს აგრეთვე, რომ როგორ ხდებოდა სკრიშვენი, ესე იგი გადაჯვარედინება, შერწყმა, ვобщем რაღაც გენეტიკური კვლევებს ატარებდნენ და ეს ასტრონავტები გადააჯვარედინეს ბლონდინკე ქერათმიან ქალბატონებთან. მე მგონიო, ეს არის დაკავშირებული ჯინთან, რომელიც მე დამესიზრაო. გოვორთ ბაცთან კიდე მაქვსო რაღაც მოგონებებიო. მე ძალიან კარგად მახსოვსო, ეს გოვორთ კვატია, ბატიმეთი იხვი, გოვორთ იხვი, ალბათ გაგიგონიათ ყველას. მახსოვს ადგილი, სადაც ანათებენ ცისფერი შუქები და ის კოსმოსურ ხომალდშია. მე ვარო ოფიციალურ პირების გარემოშიო და მე მაცეო ჩემი პატარა კაბა. მე ყოველთვის ფიქრობდი, რომ ეს სცენა არის ამოღებული ფილმიდან. ალბათ ეგონა ტეატრში, რომ ფილმს უყურებდა. და როდესაც მე შევამჩნიე, რომ მე ფილმები ახდენდა ჩემზე პროვოცირებას და მე ფილმების დახმარებით ხსნი ამას ყველაფერს, მე გადავწყვიტე გადამეხედა არის ასეთი ფილმი უტინე ისტორია, ესე იგი იხვების ისტორია, რომ გადათარგმნო. იხვების ისტორია, მე არ მახსოვს, უნდა მაქვს ანახე ეს თუ არა. მაგრამ იმ ფილმში ეს სცენა არ არის, სადაც გოვორდ იხვს ხედა. ალბათ ახლა გამახსენდა ის დისნეის მუთუნები, რომ ალბათ მაგაზე აქვს საუბარი თეატრში და დისნეის მუთუნები კი მაქვს ნანახი, კი, როგორ არა, მაქვს ნანახი.
უცებ ვერ მიხდი რაზე საუბრობდა. ხომ აი დისნეი ფილმში რომ არის იხვი დონალდ რა ქვია გოვარდ აი ამას ხედავდა ეს გოგო სულ ბავშვობაში. რაღაც პერიოდი მე მუშაობდი ძიძად ყრუდა სმენა დაქვეითებულ ბავშვებთან. ეს ბავშვები იყვნენ სამხედროელების შვილები, მაგრამ ყველა იყო სმენა დაქვეითებული და ვერ ლაპარაკობდნენ. და ჩვენ მივხვდით, რომ ეს ყველაფერი იყო ბუნებრივი. მე და ამ ბავშვებმა დავიწყეთ ტელეპათიურად ურთიერთობა. და ჩვენ გქონდაო ჩვენი ვერსია ჟესტების ენებისო, რომელიც ჩვენ მოვიგონეთო. და მე როდესაც ეს მოგონებები ამონიტებდაო, გამახსენდაო, მე ფიქრობდი, მეგონა რომ ვასწავლიდი სამხედროელების შვილებს, მაგრამ მათ ყველას ჰქონდა პრობლემები. მაგრამ მე მგონი ეს იყო ტრიუკი, რომ აეძულათ მე მათთვის და მე ესე იგი მათ დამორჩილებოდი. ეთქობა არ ემორჩილებოდა. მე მეგონა რომ მათ ფიქრობდი რომ მათ შეძლოთ ჩემი დნმ-ის შეცვლა. აბა რა შეძლებენ? მათ ისეთი ტექნოლოგიები აქვთ. რომ შემძლოდა და რისთვის შევცლიდნენ დნმ-ს ახლა რომ შემძლოდაო დავალებების შესრულება კოსმოსში გასვლა, იქიდან ღვთაებრივი არსებების წამოყვანა, ხო ყველა არ გავს ადამიანს. სხვა გარეგნობის არსებებიც არსებობს. მე მახსოვს რომ იმ პერიოდში ისინი მე მიერთებდნენ დიალიზის აპარატს, რითაც წმიდავდნენ ჩემს სისხლს. ეს ალბათ იმიტომ კეთდებოდა, რომ მიეღოთ ტელეპათიური ქიმიური ნივთიერება. თეატრის შიფრობდა ტელეპათიით. რომ შემდგომ ეს ტელეპათიური ქიმიური ნივთიერება გამოიყენებდნენ როგორც წამალი. და ისინი ატარებდნენ გენეტიკურ ექსპერიმენტებს ჯარისკაცებზე და გარდაქმნიდნენ მათ ადამიან ჰიბრიდებში და რეპტილოიდებში. ხო, მე ვიცი რომ ჟღერს უცნაურად. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მათ იქ აქვენ ბევრი ქიმიური ნივთიერებები, თანამედროვე ქიმიური ნივთიერებები, რომ მანიპულაცია ჩაუტარონ სხეულს და გახადონ სხეული უფრო ეფექტური და გააუმჯობესონ ეს სხეული. მაგრამ, როდესაც საუბარი მიდის მაგალითად ისე ტექნოლოგიებზე, რომლის დახმარებით შეიძლება ადამიანი სხვა სახეობაში გარდაქმნა, დიახ, მათ აქვენ ასეთი უნარები და ტექნოლოგიები, ეს გააკეთონ. მათ შეუძლიათ ქიმიური ნივთიერებების მანიპულირება. მე მახსოვს, რომ გერმანელებმა ეს ტექნოლოგია მიიყვანეს, ესე იგი, იმ ზომამდე, იმ დონეზე, რომ მეტი იმის იქეთ არ მგონია რომ რამე არსებობდეს. ადამიანის სხეულს არ შეუძლია დიდხანს იყოს ასეთი ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ. და მაშინ გერმანელებმა ნახეს სხვა მეთოდები. არ ვიცი ეს არის ტექნოლოგიები ძველი მშენებლების, ეს საიდან ჩაიგდეს გერმანელებმა და თეატრში ამბობს, რომ ამ ძველი მშენებლების ტექნოლოგიის დახმარებით შეძლეს გადაკეთება, გაგება, ბევრი რამ ამ ტექნოლოგიებიდან. ეს არის როგორც ატომების რეორგანიზაცია. აი ამიტომ ცდილობენ მიიღონ ბევრი ინფორმაცია დნმ-თან დაკავშირებით, რომ თავისი საკუთარი თავი გარდაქმნან რაღაც სხვა სახეობაში, რასაც მოისურვებენ. მოდით მე მოგიყვებით შეჯვარედინებაზე, ალტარებზე. გერმანელებმა აქ საუბარი სხვადასხვა დროის ხაზზე მიიღეს ტექნოლოგიები, რომლის დახმარებით შეიძლებოდა მოგზაურობა, სადაც მოისურვებდით. შესაძლებელია ისინი იყვნენ პირველები ამ დარგში. მე მგონი მაგათმა ეს ტექნოლოგია მიიღეს უცხოპლანეტელებისაგან და თავიანთი მომავალ ვერსიებიდან, ესე იგი მომავალი გერმანელებიდან. და ყველაფერი ხდება უცნაური. შემდეგ გერმანელები გაიგზავნა კოსმოსში და შექმნეს ახალი ცივილიზაცია. ზოგი ამბობს, რომ გერმანელები ჯერ გაფრინდნენ მთვარეზე, მე მგონი ჯერ ისინი გაფრინდნენ ტიტანზე, სატურნის თანამგზავრზე. ეს ადგილი უფრო მეტი, ამ ადგილთან უფრო მეტი მოგონებები მაკავშირებს.
ტიტანის და მთვარეც ეს არის ძველი მშენებლების ტექნოლოგიები. და ეს ტექნოლოგია ძალიან მძლავრია, რომლის დახმარებით ნებისმიერი შეძლებს მიიღოს გენეტიკური მოდიფიკაციები, მანიპულირება გაუკეთოს დროს, გააუმჯობესოს ის და ასე შემდეგ. ყველა ეს მოქმედება და ეს ნივთები დაკავშირებულია დროის ხაზთან. ეს ადამიანები გამოიყენენ ისე თითქოს ისინი მაგათმა ახლახან დაიწყეს მშენებლობა კოსმოსში. სინამდვილეში მათი უნარი გაერთიანებისკენ ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც ისინი უпроსტად ტექნოლოგიები, რომლებსაც ისინი იყენებენ ერთდროულად. ასეთნაირად მათ შეუძლიათ თქვენ ამ მომენტიდან გამოგლიჯონ, რადგან მათი ტექნოლოგიები, ის ტექნოლოგია, რაც გამოიყენება ამისთვის, მას შეუძლიათ დროის გაჩერება. ისინი გადაგიყვანეთ თქვენ კარიბჭეში და თქვენ მეხსიერებას წაშლია. შემდეგ იმის მიხედვით თუ თქვენგან რას მოითხოვენ, ესე იგი თქვენგან რას ელიან, ან რისთვის ჭირდებით თქვენ, აქედან გამომდინარე, თქვენ ჩაგიდებენ ინფორმაციის ახალ კრებულს, თქვენ, ესე იგი თქვენში ჩარევით, იმათი ჩარევით ხდება ამნეზია. მაგალითად, თეატრში ამბობს თქვენ რომ ჩამოვარდეთ და დაუშვათ სიმართლიდან და თავითომ რამეს მიეხეთქოთო და დაკარგოთო მეხსიერება, თქვენ შეიძლება შეიძლება ვერც კი აღიდგინოთო ეს მეხსიერება და იცხოვროთო უბრალოდ მასეთი გააგრძელოთ ცხოვრება მაგ ტრამვითო. აქაც მასე ხდებაო, ისინი თქვენ გიქმნიან ხელოვნურ ამნეზიას და გასწავლიანო ყველაფერს თავიდან მხოლოდ იმას, რაც სჭირდებათო მათ და რასაც ელიანო, რომ თქვენ ამ ინფორმაციას და ამ საქმიანობას მოერევითო. ფაქტიურად ყველაფერს თავიდან დაგაწყებიებენო. ან რამე ახალ უნარს შეგასწავლებენო. კი, გერმანელებს ბევრჯერ იყო რაღაც პერიოდი, რომ მასიურად ვიყავდათ ხალხიო დედამიწიდან და ეძებნენო ისეთ ერის წარმომადგენლებს, რომლებშიც იდვაო რაღაცა უნარები, რაღაც ეს ტელეპათია, შორტწყვეტელობა, ნათელხილველობა და ასე შემდეგ, რაც კი ჭირდება ადამიანს, ხო? იქ კოსმოსში. და შემდეგ ამათ გენებს ურევდნენ, გადააჯვარდინებდნენ, რაღაცებს უმატებდნენ, რაღაცებს აკლებდნენ და შემდეგ აგზავნიდნენ კოსმოსში. სადაც უკვე ამათი ახალ წარმომადგენლებს, ამ გადაჯვარედინებული შერწყმულების ახალ წარმომადგენლებს იყენებდნენ უკვე თავის სასიკეთოდ. მთელი ჩემი ოჯახი იყო დაპატიჟებული გერმანელების მიერ. მე მაქვს გერმანული ძირი, ეს ერთ-ერთი მიზეზია. ჩვენ წაგვიყვანენ კოსმოსში. Мы были первопроходцами в космосе. და ჩვენ ვიყავით პირველები, ესე ვთქვათ, კოსმოსის ასათვისებლად. მე მახსოვს ზოგი მათი კოსმოსური ხომალდეები. უკაცრავად მინდა შევასწრო, რომ მე ვთქვი ძირი, არა ლიტერატურულია. თეატრში აქვს გერმანული ფესვები. საცხად წინაპრებში. საბუში მასალა, რომელსაც ისინი იყენებდნენ, ზღვის კოჭები, რომლებიც ყავდა მე როგორც შინაური ცხოველი ერთ-ერთ ხომალდზე. გერმანელები ეძებენ ძალიან გამტან ადამიანებს. მე ფიქრობ, ბევრი ამერიკელი პიონერები, ასე ვთქვათ, ვინც პირველად აკეთებდა ამ საქმეს, გამოიყენებდნენ სხვადასხვა საწყის ეტაპებზე, განვითარების ეტაპებზე, მძიმე სამუშაოდ შესასრულებლად იყენებდნენ. ეს იყო ძალიან მძიმე სამუშაო. მათ დედამიწიდან წაიყვანეს მილიონი ადამიანი. ბევრმა ვერ აიტანა და სთხოვეს მათ დედამიწაზე დაებრუნებიათ. და გერმანელებმა ისინი დააბრუნენ
თავის ძველ დააბრუნეს ისინი დაუბრუნეს თავის ძველ ცხოვრების ძველ წესს. დააბრუნეს ისინი დედამიწაზე.